დილავ შვიდობისაო. იკა! დაუძიე თქო! ვიდეოს ვთავ. აბა როგორ ხარ, აბა როგორ გსანდებით, აბა როგორ გიგითხათ, ჩემო კარგებო და ტკბილებო, ეს არის ჩემი პირველი ყავა. დღეს საწოლში. აი აქამდეა, მოგვეთი თქმის დავლიე. აი აქ რა მისვია, წარმოდგენა არ მაქვს. წუხელება დაკარგა თავისი სათამაშო. ეს ბანანი არისო თორნიკი, რა ვიცი მე კვერცხი რომ ეგონა. ესე იგი, შუადღეს ეძინა. შუადღეს არა უკვე საღამოსკენ. ეძინა. საწოლში ქონდა. მერე იქი წავიდა ზალაში წაიღო. თან დაქონდა თამაშობდა და უცებ სად არისო მეუბნება. ესე იგი ხალხ გადავატარიალე სახლი. აი პროსტა სახლი ამოვაბრუნე. ანუ შბალიშები, საბნები, ყველაფერი გადავყარე ერთი, არ ვიცი, 5-ჯერ 6-ჯერ. შევედი ბავშვების ოთახში, გავედი გარეთ, ჩავედით ეზოში რაღაცები ხო არ გადაყარა იმიდან, იმ დღეს სამი სათამაშო გადააგდო. ხო. ზალაში ყველაფერი დივანის ქვეშ, მაგიდებზე, სამზარეულ, აი ყველგან. ეს ოთახში ყველგან და აი პროსტა სათამაშო გაქრა. რო იყვნენ ხოლმე სამჩაღლაბა თუ მიწამო ეგრე. ტირის სხვა არაფერი არ უნდა ერთ ამბავში. გაზის ტელეფონთან ეს. ეს მე შემომტირის, მე დავდივარ ვეძებ გაგიჟებულად და რო გამწარდი, მეთქი ვერ ხედავ. ბავშვი ტირის, ნერვიულობს. მე უკვე ჭკუიდან ხარდადი, ხო შეგიძლია ადგე და მომეხმარო. ხო შეგიძლია გამხნეო და აი თავს ვიკავებ, რო არა ოფეთქდე. მაგარი გამწარებული ვიყავი. ადგა, დაიწყო ძებნა, აქ ვერაფერს ვერ იპოვი იმდენი სათამაშო, ეგ არ მჭირდება. მჭირდება დახმარება, დამეხმარე. თუ არა სუნუაფერს ნუიჭვი თუ არ მეხმარე. ხო და იარა და მე ევას მზიებები იმ რვაჩუქა შლაპა და ჩანთა ხო გახსოვთ. ეგ ჩანთა გახსნა იკა და მაგ ჩანთაში ყოფილა. ანუ აი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩანთაში ჩადო. თან არ ახსოვდა. თან გადააგდე მეთქი, ხო არ გადავაგდო ახლა იმაზე ტიროდა. დედა წავიდაო, რატო წავიდა ეს სათამაშო, გადავაგდეო მე ეზოში ჩავედი იქვედები და თურმე ამაში დებულა. ღმერთო ჩემო, აი უკვე ტკიპზე ვიყავი, ისე განვიცდიდი მაგის ესეთ ტირს. მე არ ვიცი ხალხო, როგორ შეუძლია ადამიანს ბავშვი ესეთ დღეში იყოს და უბრალოდ შვიდად იჯდეს, ტელეფონში თავჩარგული, აი არ უნდა ეჩხუბო, არ უნდა გაბრაზდე, ხო, მაგრამ თვითონ ხო უნდა მიხვდეს ადამიანი იგით რაღაცას. აი არ ვიცი, გიждები ხოლმე, ჭკუიდან გადავდივარ ხოლმე ეგეთ დროს, რომ აი ესეთი რაღაცის თქმა რატომ უნდა გჭირდებოდეს, მაგრამ საჭირო. აი ესე. კიდე გუშინ იყო. ეგ არის საყვედურებით დავიწყე, ეგრე გამოვიდა. ესე იგი, ევა დაწვა ეძინებოდა რა და ეძახოდა რომ მამაო შენც მოდიო და ის იქ ჩოგბურსულობდა არ უნდა დაწოლა. ხო და ანუ სკამზე ეძინა ევას, მე წამოვიყვანე აქ დავაწვინე. ჩავაცვი პიჟამო. ხო და მე ტრიალებდა, მაგრამ ტრიალებს ხომ ეგრე რაღაც თორე და მე იძინებს ხომ რა და მოდიო შენцо ჩვენთან დაწექიო რა უთხრა ევამ. ხო და იმას არ უნდა დაწოლა და წამოდიო შენ სადექიო უთხრა. ავიშე გავბრაზდი, წაიყვანა ბავშვი.
და თან არც ეთამაშება, არც ტელეფონი არ ჩაურთო, არც ანუ ბავშვი ზის და უბრალოდ მისჩერებია შავ ფანჯარას. ანუ გარეთ ღამეა. და ეს ზის და უყურებს იმას. ჩოგბურს. აი პაროსტა ისე ვბრაზობ ამ დროს ისე რომ ამ დროს რომ ეხმა მოვიღო რომ იმდენად გამწარებული ვარ რომ ისე ვიტყვი რომ ვიჩხუბებთ და მე რომ ვიჩხუბებთ იმიტომ არ ვამბობ რომ ისე არ მინდა რომ ჩემო შვილებმა მაგას უყურონ რომ ვიღაცა მე მიყვირის ხო არ უნდა მიყვიროს არავინ მით უმეტეს როცა მე არაფერს დამნაშავე არ ვარ აი ესეთი რაღაცები იყო ხოლმე რაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ხოლმე ჩვენ ურთიერთობას ანუ მე რატო უნდა გითხრა შენისაც შენისაც უნდა გესმოდეს და როცა გეტყვი გამწარებული მე რატო უნდა ვიყო დამნაშავე კიდე იმიტომ რომ ფორმა ვერ შევარჩიე აი ესენი მაგიჟებს ხოლმე ეგეთი რაღაცა და მე თუ საერთოდ არ ვთქვი გროვდება და მე მაინც ამოხეთქავს სადღაც ამიტომ რატო უყვები ახლა ამას ესეთ რაღაცებზე საჭიროა, რომ ადამიანმა ილაპარაკონ. ოღონდ დამშვიდებულზე. თუ სხვებიც ესწრებიან ამ ყველაფერს და სახლში ცხოვრობენ მით უმეტეს ბავშვებიც, ანუ დამშვიდებულზე უნდა ითქვას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ისიც რამე გვრის ხოლმე, ყოველთვის ადამიანს მეორეს ისეთი მხარე აქვს, რომ თავის, ანუ ისე დაგელაპარაკება, რომ 100% მართალია. ყველა ადამიანი იგრეა ყოველთვის. მაგას შევამჩნი, ეგ მაგას დავაკვირდი ცხოვრებაში. არასდროს არავინ არ არის მტყუანი. ყველა თავის პონჩი მართალია. და თავის პონჩი ყველას გაგება შესაძლებელია. მაგრამ ერთმანეთის გაგება რთულია ხოლმე, მით უმეტეს როცა საქმეში ერევა ბრაზი. ყველას დილა მშვიდობისა სალამი აბა როგორ ვართ როგორ ბრძანდებით ბოდიში ცოტა ნეგატივით დავიწყე დილა მაგრამ მინდოდა რომ გამეზიარებინა ასე და ეხლა მაგ გუშინ რუსთავიდან ჩამოიტანეს მზე სუმზირა არ ვიცი სიმართლე ვგითხათ გარჩეულ მზე სუმზირას რამდენი კალორია აქვს. მაგრამ ეგ არაფერი. გავიგებთ. ეს არა ხო? არა მოხავი. მალიო მოვაყარო ნეტა იმას რაც მიეკრობა. მოგება ცოტას მოვაყრე. ხამას იმდენი ხანი არ დაჭირდება რამდენიც მიწის ხელს. აბა 170 მივიცეთ, მოდი 5 წუთი მივიცეთ. ასე, იქამდე ჩვენ მოვაძუღოთ ყავა. გესმით? შეიძლება არც გესმით, იმიტომ იქ ნახე მივახოთ. მოვიდუღოთ ყავა, როგორც იქნა ყავა ვიყიდე, რამდენი დღეა ყავა მინდოდა და არ მქონდა. და აი ისიც ყავა. na 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 Roberto. მადლობა ყველაფრისთვის, Roberto. ოი, გილოცავთ. მადლობაზე გამახსენდა, მერაბმა გაიმარჯვა.
სიმართლე გითხრათ, მე შინოდა. რა ვიცი, ის კაცი ისეთ დღეში იყო, ამას ვიზავო, იმას ვიზავო და როგორი ისეთი იქნებოდა ძიმე ახლა რო წაიგო მერაბს. მაგრამ ვერაო, ვერ ლალი სახარი ექვსი ასე დღეს არის კვირა მიყვარს ძალიან იმიტომ რომ ყველანი სახლში ვარ რა თქმა უნდა არანაირი იდეა არ მაქვს რა მოვამზადო და შეიძლება აჯაფსანდალი მოვამზადო ეხლა გამახსენდა რამდენი ხანი მინდა უკვე აჯაფსანდალი და ამათ ყველას ძალიან ვყვართ ხო აჯაფსანდალს გავაკეთებ დღეს მაგალითია ესე ვაიმე მორება დამავიწყდა ეს უკვე ისეთი ცხელი მე მის როგორ იმას შვება ნებიურობს მზეზე ერთი განახოთ თან დედასთან ახლოს როა თან დედიკოსთან ახლოს როა შორტ კი არ მიდის მე ჯონჯი ყურიდია ეს ამოდის ნათდება всё დავასხათ დღევანდელი დილა ასე აბა ეხლა ნახოთ აქ რა ხდება აკლია არ იყო вообще მიმა გაი ეხლა იქამდე მე მოვიტან შავ შოკოლადს Чеми Ева. Здравствуй. 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 Монита, როგორ გდია? გიყვარზე. გიყვარს ჩვენი ღაღლი? I love you, Bonita. I love you, Bonita.
და კიდე 5 წუთი მივაცი 170-ზე. და ახლა ველოდებით მზეს უმზირას. და იქამ ჩვენ შევმზიროთ, აბა მზეს. ცხელა, რომელი საათია? 10:11-ის 9 წუთია და ღმერთო ჩემო. არა, არ შემილია. იმინე და ვსტირობს. არ ვიცი რატომ აქ ესე. არასდროს არ მქონდა სიცხეზე ეს რეაქცია. თქვენ წაგიყვანთ უკვე იქ დაგსხამთ და მე შემოგიერთდებით პირდაპირ აქედან. ესე. თავარა ყავარ გაგვიცივდეს. მოტკბილებო და ძირფასებო, მოვედი, მოხალული მზეს უმზირა გვაქვს. ცოტა არ ვაცადე. სულადნა, მაგრამ კაია. ფილამ შვიდობისა. აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით. აბა როგორ გიკითხოთ. ხვალ იკოს დაბადების დღე არის. ხდება 96 წლის. იკა როგორ გქნობ 96 წელი? როგორ გქნობ? 96 წელი როგორ აღიქნა? მადლობა ღმერთს, მე არაფერს არ ვამზადებ. დაბადების დღეების მზადებები მკლავს ხოლმე. დაე მაგდენი გეცხოვროს. ესა. არაფერს არ ვამზადებ. ძალიან მიხარია და ძალიან მიღლები. უმეტეს ზაფხულში. არ ვიცი. ზუსტად იმანაც არ იცოდა ვინც მომყიდა. მე მოვიყვანე 28 ოქტომბერს და იყო 2 თვე ნახევრის. ახლა შენ გამოთვალე. დათვალება? ასე იგი აგვისტოს შუაშია დაბადებული. ხო, მოკლედ გვექნება ხინკალი გამოძახებული. 60, ხო? ანუ იქ კარგად რომ ჭამოთ და დარჩეს კიდეც ცოტა რა. რაც ეგრე იყო. რა თქმა უნდა. ტორტი რომელი ტყუპი ხო? ხო, შავთეთრი. შავთეთრი. მე თეთრი მიყვარს, თქვენ შავი და ანუ ვისაც უნდა შავ შეჭამს. მე ორივეს ჭამას ვაპირებ. პატარა, ანუ იცი რა არის, მდგომარეობაში უნდა შეხვიდე ადამიანი. იცი როგორ ნაჭრშებ ჭამ? ნუ ეხა ბავშვი. პატარა სხვა ხდები. მე შევდივარ. პატარა. ამა, ევამრო თითი დადო ეს მინდაო. შო. ბავშვებს არ თხოვ და დიდები კი. მაგალითად აი შავს ვერ ჭამ იმენ. არა და გემრიელი. ვერ ჭამ რა, ჭამ, მაგრამ აი შეიძლება სხვა კონკრეტული ტორტი შავი შევჭამო, მაგრამ აი იქ როა. ხო. მგონია რომ რაღაც ვაფშე სულ სხვა. აი ტუბში. არ მოგწა. მე კი ეგ მოგწა. მიჭამია შავი ტორტით, აი გამომხაი არის ოფელში სადღაც იქ არა რაღაცა მიჭამია, მაგრამ აი ამას ვერ ჭამდა. რა ხდება? არც მე არ ვიცი. მე ჩამოთვალე გაჩერ თავარი არ გითხოვდა რა ვიცი. თავარი? თავარი ხინკალია, იმიტომ რომ
უკანა ხაჭაპური. იმიტომ რომ შენ ხინკალი თქვი მთავარ კერძად. და ხაჭაპური, სერიოზულად. ხაჭაპური. თქმა უნდა. მაგასაც არ გამოვაცხობ შევუკვეთავ. შევუკვეთ ერთი ორი. მაგარჩი. რამდენი ნაჭრიანია? 4. 4? არის, იცი, რომ ჭირს ხომ ეს ფენოვანიო. 3 შევუკვეთ უნდა. 4 ნაჭრია. 3 შევუკვეთ. რა ერთი რა გეცო 22 კონი. ზუსტად არ მახსოვს. აუ 3-ია 60 ლარი დაჭრა. ჟევა და ხო კი. აბა ბატონო, ფინანსდება. თუმცა პატარა ნაჭერი არაა ძალიან. არა. ერთი კაი ფენოვანია. 3 მაინც გვინდა რა. აი. სასმელიდან პეპსი და ეს ორი უშაქრო როა. შევყვილო. ო, თითო ეგენი. 3. 3 რა გინდა კაცო? ისაც იშნევა 2 და იყოს 3. ის ხო არ გინდა ალკოჰოლი. მარტინი ვახდა სადღაც გადღეგრძელებთ. არა, ერთ სამჭიქას უდავლები. აბა ის არ გვაქვს ღვინო. არა, მე მარტინი დავმერე თო დალევ სამჭიქას. მე მარტინს? ხო, სამ რომკას ჭიქა და ღვინო. შენ სადღეგრძელოს ვიტყვი? სიყვარულის საღეგრძელოს ვიტყვი. და ბავშვებისას ვიტყვი. მე რა შენ დალოცე. მე უკვე 19 წელი მომივა. ატვალბაშკი. წყალი მომდანდი ჭიქით. ხო და ხვალ არაფერს არ ვითვლი. აი კალორია. ეგ უნდა საწოლში. ჰაერში კი ამავე ეგდოს უფრას უნდა ვეკლე. უდიდესი ფინალი. ესი? ჩოგბურთი ისა და ტელიტაუსი დიდებულები ბით. არის ეს ჩოგბურთი უნდა გაჩერდეს ყველა და ყველაფერი. კარლიტო ვესინერი. რომელ ბალეში ყავ? როლან გაროსის ფინალი. რამდენ მილიონს ავიღებ თუ სინერი მოიგებს მე? შენ რაღაცა მოიგებ, შენ სინერი თუ მოიგებს მე რა? რა? შენ არაფერი. შენ? ეს იამომი. მე კი გავსკდები გულზე. არა, ეგ თანაბარია შანსები რა. შენ რომელ ბალეში ყავ? აი არ ვიცი. არ ვიცი? ეს ისეთი შემთხვევა. ორივე გიყვარს ხო? ეს ისეთი შემთხვევა როცა გეუბნებიან, აი ეს ტიტი მოგაჭრა თუ ესო. თითის მოჭრად მე მგონი ჩემზე დაივაზე არ იტყვი კაცო. რაღაც სინერი და ეს. ეს ანუ იმას ვიძახი რომ გინდა. განამიჭრით, უბრალოდ ისე ვარ გაჭედი. აა. ანუ ანუ ორივე უდიდესია და ამ მომენტში და რა ვიცი მოვიდა ის ეპოქა რისთვისაც მართლა ეს ჩოგბურთის ყურება წავიდნენ და მოდიან ბიჭები. სულ უფრო და უფრო უკეთესები მოვლენ. არ ვიცი, ამაცი უკეთესები მეეჭვება, მაგრამ იმ დონემდე შეუძლია. ესენი ხო არიან იმაცე უკეთესები? არა. ეს მხეცია ისა სინერი. ხეცია, მაგრამ ნახოთ. და ამ მომენტში ვერ იტყვი ვერანაირად. ვერ იტყვი რომ ხეცია? ანუ მე ხო იმათ რო ჯობია იმას ვერ იტყვი? ვერანაირად. ამის სტარტი რომ იმის სტარტ შეადარო? გააშენხლა ზოგი გვიანი იწევს ცოტათი ზოგი ადრე, მაგრამ კარიერის ბოლოს უნდა დაელოდო. იმიტომ რომ ნადალი მაგალითად 19 წლისაც არ იყო დიდი სლემის ტურნირი მოიგო, ფედერერი 21-ის იყო. ასე რომ კარიერის დასაწყისში ვერ იტყვი. უბრალოდ დაელოდო უნდა რა. ერთი 30 წლამდე რომ მივა, მე შეგვიძლია გააკეთო პროგნოზი. შოკოლადი ყაშოთნება. მე იმ თემბირს. ხო, ესე იგი სინერი უგარასი. ესე იგი ხუცა ვინ იგებს? პროგნოზი. მე ჩემბირს ბალეში ყავ. ვისა? ჩემბირს ბალეში ყავ. ვინ შენი ბიჭი? ლამაზი რომელიც არის. ანგელოს რო გავს და
თან ისეთი რო არა ქვია რობოტივით და თან ანგელოზივით აი ოდესღაც რო შექმნიან რომ რობოტი გედგას გვერდზე და იყიდო რობოტი პარტნიორი ეგეთი გარეგნობა ექნება როგორც მაგას აბა რომელზე ვამბობ რა თქმა უნდა ყინული ხაპარიბიძია თუმცა მე ამას ვალეშიკობ მაგრამ ჩემმა გულმა თქვა რომ ის მოიგებს მეორეო მე მგონია რომ რაღაცა დღეს ფიქრობს იმერი მოიგებს ბასმა რაღაცა აი 1%-იან აუ თვითონაც რა ჟიმჟიმი ექნებათ რაღაც წინა გზნობას დავითაა თორე მე კიდე აი რო ვთქვი სინერს ვალეშიკობ თქვა მაშინ მიმგძნო გულმა რომ ის მოიგებსო მეორე გინდა დავიძრალდეთ რამე შოკოლადის ფილაზე დავიძრალდეს მოდი ყველანაირი უპირატესობა აქვს იმას ალკარას იმიტომ რომ თამაში თიხაზია და თიხაზე თამაშობს ალკარასი გარ ის ჰარდი საფარი რო იყოს სინერს ექნება უპირატესობა ეს საფარის მიხედვითაა მოიცა ანუ ცეცხლს აქვს უპირატესობა იმიტომ რომ თიხაზია ესპანელია და ესპანელი თიხაზე კარგად თამაშობს მე გავიცოდი მაგრამ ჩემმა გულმა თქვა რომ ეგ მოიგებს ის უპირატესობა აქვს მეტი არაფერი დონეზე არის დავიძრალეთ მოდი ორგაზ მე ჩემი რაღაცა აი რაღაცა ამ წინა შანსები თანაბარი უბრალოდ ჩემი მაინც უნდა თქვა რა ინდა თუ არა პროგნოზი უნდა გააკეთო ამ სინერს ფიქრო იმიტომ რომ უყურე წინა თამაში ეხლა ალკარასმა მოიგო იმის წინაც ალკარასმა მოუგო ხო და ესე იგი შენ ამბობ ყინული ანუ ყინული მე ვამბობ ცეცხლი ყინული და ჩააქროს ცეცხლს მე კიდე ვამბობ რომ ცეცხლი გადნობს ყინულს არ ვიცი დამიზავეთ ანუ შენ რომელი შოკოლადის გინდა იმაზე და მე რომელიც მინდა იმაზე ორი არა ერთი ფიქსი და ერთი არა ორი არა ერთ ცალ კაი ხო კაი რა ორი 5 ლარის არის ჯამში მე შენზე ეგრეთქვი რომ 5 ლარი მე მაშინ 5 ლარიანი ნაყინი მიყიდე რომელსაც გეტყვი 5 არ გადაცდეს კაი მე დავამატებ თუ გადაცდება მოწმეები ხართ ხალხო შენ ესე იგი ამბობ ცეცხლი ჩააგროს სინუს და ადნობს არ ვიცი რაღაცა გულმა ეგრე მიგრძნო რომ ვამბობდი იმას ვალეშიკობ მეთქი იმას და გულმა ეგრე გამიკეთა რომ მეორე მოიგებსო იმ ფრჩხილებს რო გადაყრი ესაც ალკარასმა უნდა მოიგოს წესით მაგრამ იმ ფრჩხილებს რო გადაყრი ღვთის გულში დიდი ყველაზე დიდი ჭიქასაც ნახა იმით წყალი მომიტანე ცივი გესმის მოკეთ ხარა რა მინდა რომ გითხრათ ადრე მოგიტან ჩაის რო ხო მიდი ადრე ხალხნო ეგეთი რაღაცა მჭირდა რომ თუ მაგალითად ვინმეს დაბადების დღე იყო აი ხო იცით ლოთებს რო ემართებათ ხოლმე ალკოჰოლიკებს ანუ სუდი გაგებით და დასამცირებლად არ ვამბობ ანუ იმიტომ ვამბობ რომ გამიხვდეთ ვიზე ვსაუბრო რო ემართებათ ხოლმე იზაპოის რო ეძახიან რომ შავარდებიან და 2 კვირა რო სვავენ გადამულენ ხო იცი ეგრე მქონდა მე თუ ვიცოდი რომ მაგალითად დაბადების დღე აქვს ვიღაცას მაგალითად 2 დღე წინ დაბადების დღე 2 დღე მერე და ჯამში 1 კვირის მერე ვიწყებდი თუ ვიწყებდი ისევ ფორმაში ჩადგომას და გაგრძელებას გზისას ანუ ვიძახი თუ ვიკრებდი წონაში კალორიების ცვლას ხო თუ ეხა პლუს ამ თვეში კიდე ის არის თორნიკეს დაბადების დღე არის 20-ში და თორნიკეს დაბადების დღეც რო არის მანდაც მასე ვაკეთებდი და მე თორნიკეს დაბადების დღის მერე კიდე უნდა შევხვდე 1-2 კარგ ადამიანს ნაცნობებს და ეგეც რა თქმა უნდა იქნება გემრიელი საჭმლის ფონზე ანუ 3 დღე მაქვს თვის განმავლობაში რომელშიც კალორიებს არ დავიხვდი და ყველაფერს შევჭამ ჩემს ნებაზე. ადრე ესეთი 3 დღე რომ აი ხო ძალიან სისულელედ ჟღერს, აი მაგარ სისულელედ ჟღერს, მაგრამ ესე იყო. ესეთი 3 თვე რომ მქონდა ადრე, რას ვაკეთებდი ხოლმე? 3 დღე რომ მქონდა თვეში ასეთი, როცა კვებითი აშლობის პიკში ვიყავი,
მთელი თვე ვგულაობდი, მთელი თვე ვჭამდი. აი ნახე როგორ ეხა ვიცი რომ მაგალითად 9-ში იკას დაბადების დღე, აქ მოდი ეხა არ დავიწყებ. 9, 10, 11 და ამ 11-ში უკვე რომ ვეღარ დავდიოდი, მე მოდი დავიწყებ ვიტყოდი. 1-3 დღე დავითვლითი კალორიაზე, მე ნუ ეხა თორნიკეს დაბადების დღე მოდის და მოდი. აქ არა, სველია. ეხა თორნიკეს დაბადების დღე მოდის და მოდი ისა რა ქვია ისევ არ მინდა მე აი უნდა შევხვდე ადამიანებს და შუაში ხა ერთი დღე ხო არ დავითვლი აი პარასკევს ათოკოსთან დაბადების დღე ვთქვათ კვირას მივდივარ შეხვედრაზე ხო ახლა შაბათ პარასკევს რო იყო შაბათს რატო დავითვლი და ესე და ვჭამდი და მე 7500 კილო ვიყავი და თან ახლა ამას რითი ვამართლებდი ამას იმითი ვამართლებდი რომ მაინც ახლა ვერ დავიკლებ ანუ ნახე იმას უყვებდი რომ მაინც მინუს ვერ დავინახავ და რატო და ეხლა ნახე რა შეხედულება მაქვს ეხლა ვითვლი დღეის ჩათვლით ხვალ პრაზნიკი გვაქვს და დღესაც ვითვლი 9-ში შევჭამ ყველაფერს რაც მენდომება დავტკბები დღით მთავარი მოქმედი პერსონა არ იქნება საჭმელი იქნება ოჯახის წევრები სიყვარული დღესაც წავიდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ამ ყველაფრის საკვები გემრიელად შევჭამ ყველაფერს შევჭამ რაც მსურს და 10-დან გავაგრძელებ მოვა თორნიკეს დაბადების დღე 19-შიც დავითვლი 20-ში შევჭამ 21-ში ისევ დავითვლი 22-ში წავალ შეხვედრაზე 23-ში ისევ დავითვლი და თუნდაც ამ თვეში ისე გამოვიდეს ამ 3 დღეში იმდენად გადავაჭარბო კალორაჟს რომ მინუსი რაც თვის დასაწყისში მქონდა იქიდან თვის ბოლომდე არ იყოს, ანუ მინუსი შეიძლება იყოს, მაგრამ გააბათილოს ამ ჭამის დღეებმა, ხო? ხდები ხა 3 ჭამის დღე თვეში, როცა არ ითვლი, ცოტა არ არის. მაგ შემთხვევაშიც კი ღირს რომ მე კალორიები დავიცვა და რატო? ჯერ ერთი იმიტომ რომ მუშავდება დისციპლინა. მეორეც ერთი ის რომ შენ და შენი გონება იგებთ რომ ეს არის ცხოვრების სტილი და მე ასე ვცხოვრობ და ერთი კვირა გზაპოიში არ ვარ. ესეთი არის არა 30 დღე კი არ ჭამ ასე 3 დღე ჭამ. და კი შეიძლება მინუსი თვის ბოლოს არ გქონდეს სერიოზული, მაგრამ პლუსიც არ გაქვს წონაში, წონის მხრივ და პლუსი გაქვს იმ მხრივ რომ შენ დაძლიე რაღაცა ძალიან დიდი, ანუ შენ კი არ გმართავს რაღაცა, შენ მართავ, შენ კი არ კომპულსიურად კი არ ხდება ეს, შენ წყვეთ, რომ მე ასე გავაკეთებ. ახლა რატო ვაკეთებ ასე? ხო შეიძლება რომ ამ კალორიების დავითვალო დაბადების დღეზეც და რაღაცა კი შეიძლება, მაგრამ ეს არის კვებითი აშლილობა. ეს შეიძლება იყოს ბულემია, როგორც ჩემ შემთხვევაში იყო, შეიძლება იყოს ანორექსია, ორივე მაგალითად მოვიყვან. და ანუ აი მაგალითად ერთი ვერსია, როცა მე კალორიებს ვითვლიდი ადრე და ეს იყო ჩემი თავის სიძულვილიდან გამომდინარე და არა ჩემი თავის სიყვარულიდან გამომდინარე, არ ვარღვევდი. ეს შეიძლება იყო ექსკურსია, დაბადების დღე, შეხვედრა და ასე შემდეგ. უდიდეს სტრესთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ შენ იქ არ იცი წინასწარ რა დაგხვდება. ყველა ჭამს, ყველა მხიარულობს შენ გინდა. შენ ითმენ, ანუ წინასწარად სტრესში ხარ, იქაც სტრესში ხარ, მერე მოდიხარ სახლში, თავს გრძნობ ძალიან ცუდად, ვერ ისიამოვნე, ვერ დატკბი, სულ ამაზე ფიქრობდი, მთელი შენი ეს ენერგია დახარჯო თავის შეგიკავებინა და ანუ არ გაქვს სიამოვნების განცდა მაინც მიუხედავად იმისა, რომ გამოგივიდა, მერე გადის 2-3 დღე და ის საჭმელი, რომელიც იქ გინდოდა და ვერ ჭამე, ანუ გემართება დარღვევა, აწყვეტა, როგორც მე ვეძახი, შეჭამ მაგალითად არა ერთ ნაჭერს ტორტს, რომელსაც იქ შეჭამდი, არამედ 3 ნაჭერს, პლუს დააყოლები კიდე რა ვიცი, პელმენი იქნება თუ ხაჭაპური თუ რაღაცა, ისე ჩაიტენი და მე თან შენ თავი გეზისხება, თან დადაშაულის გზნობა გაქვს და თან პლუსია სასწორზე და ჭკუიდან ხარ გადასული ისევ თავიდან იწებ ყველაფერს. ეს მოდის საკუთარი თავის არ სიყვარულიდან, არ მიღებიდან, არ მოსმენიდან, არ გაგებიდან. ანორექსიის შემთხვევაში რა ხდება? აი მე ვიცი გოგო რუსულ TikTok-ზე, რომელიც მისი შეყვარებულის დაბადების დღეზე, დედის, აი უახლოესი ოჯახის წევრების დაბადების დღეზე და აქვს თავისი ხაჭო და ასე შემდეგ, ანუ
ითვლის კალორიებს, ანუ მონაწილეობას იღებს, როცა აკეთებენ საკვებს ოჯახის წევრებისთვის, ამბობს რომ მე ეს არ მიყვარს და არ მინდა და ანუ ითვლის კალორიებს, მაშინ როცა უკვე რეალურად დასაკლები არ აქვს, მაშინ როცა უკვე ავადმყოფური სიგამხდრე აქვს. და დამიჯერეთ, რომ ეს ადამიანიც ასევე ვერ იღებს სიამოვნებას, ასევე იტანჯება, ასევე დაძაბულია, უბრალოდ ერთ ვარიანტში გამოდის, საკუთარი თავის არ სიყვარულით და არ მიღებით, მეორე ვარიანტში არ გამოდის, ორივე ვარიანტში. აუ, დაუწიე რა სულ ამაზე, რატომ აკაცო ლაპარაკი? მეორე ვარიანტში არ გამოდის. ოღონდ ორივე შემთხვევაში ბრუნავ ერთი რაღაცის გარშემო და ეს არის დამოკიდებულება. ხო. ეხლა მე მაქედან გამოვედი. მივიღე ის, რომ დღესასწაულია, რომ ჩემი მძიმე ბავშვობის გამო იყო, რომ ერთადერთი დღესასწაული ჩემთვის საკვები იყო. ბინძური და ბოროტი ადამიანები შეიძლება ამაზე ღლიცინებდნენ, მაგრამ რეალურად რა ვიცი, არ ვუსურვებ მათაც კი, რომ მათთვის ისეთი ბავშვობა ქონოდეთ, ან მათ საყვარელ ადამიანებს, რომ ბავშვობის ერთადერთი სიამოვნება შეიძლება იყოს საჭმელი. იმიტომ რომ მე არ მყავდა დედა, არ მყავდა მამა, არ მყავდა ოჯახი, არ მქონდა სიყვარული, ჩახუტება და ეს ყველაფერი ყველა ბავშვს უწესს თუნდა კონდეს. და რა თქმა უნდა, რაღაცა ჩამნაცვლებელი მყავდა, მაგრამ მე გავიზარდე, მე ბავშვი აღარ ვარ. მე ვარ უკვე ზრდასრული, რომელიც პასუხისმგებელია იმ შინაგან ბავშვზე, რომელიც შიგნით მყავს. ის ბავშვი, რომელიც ადრე ობოლი იყო, ეხლა ობოლი აღარ არის, ეხლა მე ვარ მასზე პასუხისმგებელი, ეხლა მას მე ვიცავ, ეხლა მას მე ვუფრთხილდები და მე მას ვასწავლი, რომ დღესასწაული არის, როცა ჩვენ ერთად ვართ. დღესასწაული არის, როცა ჩვენ ყველანი კარგად ვართ, ცოცხლები ვართ. მშვიდობაა და ჩვენ ცაზე უღრუბლოცა არის, როცა ან თუნდაც ღრუბლიანი ვიყო და არა ომის გამო, არამედ უბრალოდ ამინდის გამო, ხო? და რომ შეგვიძლია ერთად გავატაროთ დრო, ვილაპარაკოთ, კი, ვჭამოთ გემრიელი საჭმელი, რაღაც ახალი ემოციები მივიღოთ, დავტკბეთ. ოღონდ არა ისე, რომ მაგალითად იმდენი ჭამო, რომ მე აღარაფერი აღარ გინდოს და ისევ შენი თავი გძულდეს. არა, ეს უნდა იყოს სიამოვნების დონეზე, ეს აღარ უნდა იყოს ეს რაღაც დამსჯელობითი ექსპედიციასავით ან რაღაცა ნარკოტიკივით, ხო? არც ერთი უკიდურესობა არ უნდა იყოს. საჭმელი არის უბრალოდ საჭმელი და მორჩა. აი აქამდე მიდის ადამიანი მაშინ, როცა კვებითი ქცევის დარღვევაზე მუშაობს დიდხანს. მე ძალიან ბევრი ადამიანი წერს ხოლმე, რომ აი მინდა რომ გამოვიდე და მიშველა. მე როცა ვეუბნები გზას, რომ ეს გზა ეგ არ მინდა. ზიანდელში ეგ არის, რომ ადამიანს არ უნდა იქიდან გაყოსვა. არა, როგორ არ უნდა, მაგრამ ნახე როგორ უნდა, ეხა მე მინდა მილიონი, მაგრამ არაფერი არ მინდა რომ გავაკეთო, აი მინდა რომ ამ ოთახიდან არ გავიდე და უბრალოდ ეხა ანგარიშზე რომ ჩაირიცხოს მინდა. ანუ ეგ მინდა არ არის, მინდა არის, როცა შენ მზად ხარ აიღო პასუხისმგებლობა იმის მისაღებად, რაც გსურს და გააკეთო, გადადგა ის ნაბიჯები, რაც საჭიროა ამის მისაღებად, ხო? ანუ სხვანაირად შედეგი არ მოდის. კიდე შეიძლება რაღაცა ლოტარიაში ვიღაცამ რაღაცა მოიგოს, მაგრამ წონა თავის თარასოდეს არ იკლებს, ჯერჯერობით არ გამოუგონიათ არაფერი. ხო, კიდე აი ეს TikTok-ზე დამიწერეს, რომ ეს რაღაცა ჩაისვავს ესო. ანუ ღამეც სიზმარში საჭმელი ელანდებაო, დღეც ჭამსო, ღამეც ჭამსო, ჩაისვავს. აი და დავუწერე. და ხალხს აბოლებსო. მეთქი აი უბრალოდ შენ კონკრეტულმა აიღე კამერა, გადაიღე ვიდეო, ჭამე დღე, ჭამე ღამე, ნებისმიერი გასახდომი ჩაი, რაც არსებობს ამ ქვეყნად, ყველას ცადე, მიაყოლე, დაიკელი, შედეგი გაგვიზიარე და გვაჩვენე, აბა, დაიკლებ თუ მოიმატებ. რეალურად ჩაი მუშაობს თუ არა მაშინ, როცა დღეს ჭამ და ღამეც ჭამ. და ორივეს გაგვიმარჯოს ჩვენი სიმართლით. აი შენს რომელიც ადამიანს ცილს წამებ და ესე ტყუილს ამბობ, იმიტომ რომ შენი გონების ჩარჩოს ვერ ხსნი და არ გინა რო გახსნა, ხო? და მეც ჩემი სიმართლით მევლოს, რომელმაც დღემდე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ არსებობს ესეთი რაღაცა, რომ მე შემიძლია ყველაფერი ვჭამო, კალორია დავიცვალო და დავიკლო 70 კილოდან მასე დავიკელი. და არა მარტო, არა ერთხელ, ანუ ბევრჯერ მაქვს ამ კალორიებით დაკლებული.
და რეალურად ჩემ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური ეგაა, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, შეზღუდვებს ვერ დაუწესებ, ყველაფერი უნდა ისიც უნდა, ისიც რომ ჭამოს და ანუ ერთადერთი გზა რომელთაც მე ვიკლებ ეს არის. სხვა ჩემთვის არა, ჩემთვის ეს მუშაობს. და პლუს კიდე ის საშინელი მონატრება არ მაქვს, მე კიდე აი გუშინ დამიწერე ერთმა ადამიანმა, რომ დავიკელიო სწორი კვებითო და აი ძალიან ზიზღით მოიხსენი აზეთში შემწვარი ტკბილი ასე შემდეგ და როგორც გიჭამა დავიწყო მოვიმატეო, რა თქმა უნდა მოიმატებ. ცხადია რომ მოიმატებ, ანუ არ იცი როგორ ჭამო ყველაფერი ისე რომ არ მოიმატო. არსებობენ ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრება მაგალითად გადადის ჯანსაღ ცხოვრების წესზე და იმაზეა. და ოკეი, ისინი არჩუნებენ, შეინარჩუნებენ, თუმცა მათაც აქვს ძალიან სასტიკი დარღვევები. შეიძლება ამბობენ, შეიძლება ზოგი არც ამბობს. და მეორე ვარიანტია, რომ ეს უბრალოდ დროებითია და რა თქმა უნდა ყველაფერი უკან ბრუნდება, როცა ადამიანი იწყებს ისევ კვებას, როგორც იკვებებოდა და ენატრება, ხო? ენატრება ის ყველაფერი. და მე ვაზირებ ჩემსას, არავის არ მოუწოდებ, არავის არ ვასწავლი, არავის არ ვაძალებ. უბრალოდ ადამიანები, რომლებიც არიან ჩემნაირები, ნატრობენ, რომ მე ყველაფერი ვჭამო და დავიკლო. აი, მე მინდა რომ მათ ეს ვაჩვენო. მე 2012 წელს მქონდა კალორიეს დაიეტ-ჯი ფორუმი, ჩემი ხარჯებით გავაკეთე, არაფერს არ ვიღებდი მაქედან, ჩემი ხარჯებით გავაკეთე, რომ ადამიანებისთვის ის გამეზიარებინა, იქ მყავდა ბევრი გოგო, იქ მქონდა კალორიები, დათვლილი კალორიებით რეცეპტები, მთელი ამბები და ბევრმა გოგო მაშინ დაიკლო TikTok-ზე დამიწერა ერთმა გოგომ, რომ იქიდან მახსოვ ხარ და მაშინ კარგად დავიკელი მე. 2012 წელს როცა ხალხი კალორიების დიეტაზე რო იგებდა ანუ პირისჩევდა ხია, იმიტომ რომ ვერ არის ესო ფიქრობდა, იმდენად ამისთვის კალორიები, იმდენად რაღაცა უცხო იყო მაშინ. და იქიდან მაქვს მე სული, ადამიანებს გავუზია რომ ეს გინდა, ოკეი, არ გინდა, ოკეი, მე ხო არაფერს არ ვაძალებ. უბრალოდ ეს იმდენად მომხიბვლელია საოცარია ჩემთვის პირადად, რომ ვიღაცა, თუნდაც ერთ ადამიანს, ხო? ეს ჩემგან დაიგოს, დაინახოს, დარწმუნდეს და გააკეთოს და თავის ცხოვრებაზე გამოცვალოს, ანუ ჩემთვის ეს უკვე იქნება ძალიან დიდი ბედნიერება. всё. ასე. ხოდა ესეთი გეგმები მაქვს იკას დაბადების დღესთან დაკავშირებით. და ნახოთ აბა თვის ბოლოს რამდენი იქნება ჩემი წონა. ამ დღების გათვალისწინებით. ასე, დილამშვიდობისა ყველას, მიყვარხართ, კარგ დღეს გისურვებთ. კოცნით და აბა თქვენიცით დროებით. და ლაიქეთ აუცილებლად ვიდეო და გამოიწერეთ არხი.